მოდი გამოვიხმაუროთ პირველ რიგში საინტერესოა თქვენი მოსაზრების მოსმენა იმ სურათის შესახებ, რომელიც ჩვენ ვნახეთ ცოტა ხნის წინ კადრები მიხეილ ყაველაშვილი, ივანიშვილის პრეზიდენტი თეირანში, ეს რაზე მეტყველებს, როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით ამ ყველაფერთან დაკავშირებით ამერიკის რეაქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ამგვარ ქმედება საქართველოსთან როგორი აღქმა ექნება თქვენი აზრით? იმდენი ხანი ქონდა თავი დახრილი პრეზიდენტ ფეხბურთელს აიათოლას ცხედართან შევშფოთვით აქარი არ გაჩენოდა კისერში, მაგრამ ამჯერად გადავრჩით. ეს რაც შეეხება რბილ შესავალს, უფრო სერიოზული დასკვნა ერთმნიშვნელოვანია. აღნიშნული პროცედურა, სადაც მონაწილეობს ივანიშვილის რეჟიმის უმაღლესი წარმომადგენელი, არის პირდაპირი განაცხადი ჩვენი მოკავშირე დასავლეთისათვის, რომ ჩვენ თქვენთან არ ვართ. ჩვენ ვართ აი აქ, ამ სისტემაში, სადაც ხდება ადამიანების ჩამოხრჩობა, დახვრეტა, დაჭერა, გაროზგვა, სადაც მთავრობები მოდიან და აღარასოდეს აღარ მიდიან, სადაც არჩევნები ატარდება, სადაც კორუფციაა გამეფებული, სადაც მილიარდები კეთდება და არავინ ზედამხედველი და მაკონტროლებელი არ არის, სადაც დიქტატორების ხორი ერთხმად მღერის მრავალ ჟამიეს ჭირჩი და ხინში. პირდაპირ უთხრა ივანიშვილის რეჟიმმა დასავლეთს, რომ ჩვენ ვართ იქ და არა თქვენთან. ეხლა ელემენტარული ნათელი სურათია, ხო? არც ერთი დასავლეთიდან ჩვენი მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენელი დაკრძალვაზე არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებზე საუბარი არ გახლავთ. დემოკრატიული სამყარო იქ ლათინური ამერიკიდან თუ იაპონიიდან თუ აზიიდან თუ ავსტრალიიდან თუ ახალი ზელანდიიდან არავინ არ არის. და შენ ხარ გამოკვეხებული თურქისტანის იმ პრეზიდენტთან, იმ თქვათ კიდე ვინ არის ამ გვერდზე იქ ავღანეთის დელეგაცია ტიროდა, წევან შევხედე. ლოთი მედვედევი რაც მთავარია, ჩვენი ცხინვალის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ამღიარებელი და პრაქტიკულად აი ცნობილი ჟირინოვსკის გაგრძელება ოღონდ უნიჭო. ის ნიჭერი იყო ჟირინოვსკი. ის ბრძანდება ნუ პუტინის წარმომადგენლად და თურქმენული მოდელის ქვეყნები, დიქტატორული, ტოტალიტარული რეჟიმები, თქვათ თურქმეთის პრეზიდენტი, ალბათ აზერბაიჯანიდან პრემიერი მაინც ჩავა თუ ალიევმა ვერ გაბედა ჩასვლა. ბატონ შალვა, ხშირად ქართული ოცნება აი ამ თემაზე კომენტირებისას იშველებს ერთ თავარ არგუმენტს, რომ აი ნახეთ თეირანში ჩავიდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. სომხეთს რაც შეეხება, მათ ურჩევნიათ სხვა მაგალითები მოიყვანონ და სხვა პრეცედენტები გაანალიზონ. სომხეთს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის ზღვაზე და მსოფლიო ოკეანეზე გასვლას, უფლება აქვს მიცემული, პირდაპირ ვთქვათ, მათ შორის დასავლეთიდან და მათ შორის რუსეთიდანაც და რა ვიცი, ჩინეთიდან და სამყაროს ყველა მთავარი თუ არამთავარი პოლუსიდან, რომ ირანთან კონდეს ძალიან ახლო კონტაქტები, რადგან ჰორმუზის სრუტე, მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელი, ეს არის სომხეთის გადარჩენა, ფოთთან ერთად. მაგრამ ძირითადი ტვირთები, აი როცა ყარაბაღში მიდიოდა ომი და იყო ურთულესი მდგომარეობა 90-იან წლებში, ირანმა გადაარჩინა. გარდა ამისა, ეხლა წეღანაც ვთქვი, რომ სომხები, ირანელები, თურქმენები, აზერბაიჯანელები, თურქები, უზბეკები, ეს ერთი წარმოშობის ხალხია, პირდაპირ ვთქვათ, მიდიელებისა და პარტიელების შთაომავლები. შემდგომში მოხდა თურქიზაცია სპარსეთის მე-15 საუკუნიდან უკვე, როცა ეს არსახსენებელი შაჰ-აბასები და სხვები მოვიდნენ ირანის სათავეში, მანამდე არაბებმა გაანადგურეს ის სპარსული ცნობილი ცივილიზაცია, შემდგომ უკვე თურქული ტომები, ყაჯართა დინასტია მოვიდა ხელისუფლების სათავეში და დღესაც ის იგივე ის აიათოლა ალი ხამენეი თურქული წარმოშობის ირანელია და პრეზიდენტი ფეშეგზიანის თურქული წარმოშობის. ანუ ერთი სამყაროა და შესაბამისად ერთ სამყაროს ერთმანეთთან ურთიერთობას არავინ არ უშლის, არც არავის არ უკვირს. ჩვენი უკვირს ყველას. ეხლა პირდაპირ ვთქვათ, უპირველეს ყოვლისა
მე არ ვამბობ რომ უნდა მეზობელია მაინც ისტორიული და ხელი გვეკრა და ნუ დიდი გლოვა ნუ ასე თუ ისე მათი მეთაური იყო სულიერი ხო შესაბამისად იქ ჩვენი ელჩის მისვლაც საკმარისი გახდა სრულიად სამძივრის გამოსაცხადებლად ან მაქსიმუმ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომელიმე რატომ მიიღეს თქვენი აზრით ეს გადაწყვეტილება რაში აქვს საქმე ეს რაღაცნაირად იყო პირადი დირექტივა სხვა შორის რატომ ყაველაშვილი და არა კობახიძე ჩვენ ვნახეთ არაერთხელ თეირანში კობახიძე ხო მათ შორის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე და დარჩოვის სატირალში ზანდებოდა კი ნუ ახლა ივანიშვილის თვისებაა რომ ყველა გასვაროს თავის ბინძურ სქემაში და ქსელში ის უკვე კობახიძე უკვე ასე ვთქვათ ჰორმუზ წყალდალეულია და ეხლა უნდა რომ ამასაც დაელია ეს ჰორმუზის წყალი ანუ მისი თანამონაწილეები დანაშაულში ყველა უნდა იყოს ასე ვთქვათ ბოლო წერტილამდე მისული და გარე სამყაროდან არავინ არ უნდა დაელაპარაკოს მათ ანუ მათთან შედარებით თვითონ უნდა გამოჩნდეს ისევ საქმის გადამწყვეტი და სოფლიოსთვის იმის დამამტკიცებელი რომ აი ჩემი ნება იცი მე ჯერის გავუშვი სატირალში ტეორისტების სატირალში ეხლა ეს გავუშვი ანუ მე ვწყვეტავ აქ ყველაფერს ამიტომ მე დამელაპარაკეთ ესენი არაფერს გადამწყვეტები არ არიან და ქვეყანა არის ჩემი მე ვარ სუპერ მეფე მე ვარ კანონი მე ვარ სახელმწიფო ეს ერთი მტკიცება მეორე არგუმენტი რომლის თანახმადაც შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა რომ წეღანაც მოგახსენეთ ემიჯნება დასავლურ სამყაროს და პრაქტიკულად შედის აზიელი თურქმენული ხალხების და ქვეყნების ტოტალიტარული ლიდერების კლუბში ეხლა ის თურქმენებიც იყოფიან შავ ბატკნიანებად, თეთრ ბატკნიანებად, ისტორიულად ეს ბატკნიანობა, რა თქმა უნდა, პირობითი დაყოფაა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ევროპიდან, ამერიკიდან, ცივილიზებული სამყაროდან პირდაპირ შავ ბატკნიანებში შეგვტენა ბიძინა ივანიშვილმა და ეს არის სამწუხარო და ტრაგიკული რეალობა. მესამე არგუმენტი, რის გამოც ასე შეწუხდა ოლიგარქის მთავრობა თეირანში გლოვითა და მოთქმით გახლავთ კორუფციული კავშირები თეირანის რეჟიმთან. თქვენ ვერ წარმოვიდგენთ რამდენი საქმე გასკდება როგორც კი ეს რეჟიმი დაამთავრებს თავის არსებობას. მილიარდობით სანქცირებული თანხები ირანისა თეთრდება საქართველოში, ირეცხება და მილიარდებიდან მილიარდები რჩება ივანიშვილის და მის ბანდას. მთელი ეს კონტრაბანდა მათ შორის ნარკოტიკები, რომელიც შემოდის ავღანეთიდან ირანის გავლით და მერე შემოდის საქართველოში და აქედან ვრცელდება მთელს ევროპასა და ატლანტიკურ სივრცეში. ეს ყველაფერი არის ივანიშვილის და ტრანსნაციონალური დანაშაულის ივანიშვილის და ირანელი აიათოლების ამ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ერთობლივი რუდუნების საგანი. აქ ემატება კიდევ ახალი ფაქტორი, რომლის თანახმადაც იარაღის მიწოდება რუსეთში, უკრაინის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება. ახლა ნუ დავმალავთ ამას. ერთი პატარა ჩემოდანი უნდა რამდენიმე 1000 ჩიპს რო გადაიტანონ ჩვენი საზღვრის ან საჰაერო ან სახმელეთო ან საზღვაო გზით და როგორც კი ხელისუფლებიდან ამის თანხმობა მიუვა საზღვარზე მყოფ უშიშრობის მუშაკებს, ისინი უპრობლემოდ გაატარებენ. მე ეს ჩიპი ჩაიდგმევა იმ რაკეტაში, რომელიც მიდის ხარკოვში და სუმში უკრაინელების დასამბომად. აი ეს კავშირები არის ძალიან ღრმა. აი როგორ არის მაფიას ხო აქვს ფიცი, რაღაც საერთო საკრალური ღირებულება, შეიძლება ერთმანეთს ჭამდნენ, ერთმანეთში რაღაც უთანხმოება კონდეთ, მაგრამ იმ საკრალურ ღირებულებას არ ღალატობენ. აი ივანიშვილისა და ირანელი აიათოლებისათვის ეს საკრალური ღირებულება არის რა? ტოტალიტარიზმი, აურჩევლობა, დემოკრატიის არარსებობა, ადამიანის უფლებების ფეხყოფა და ხელყოფა და ადამიანების ჩამოხრჩობა, ეს რა ქვია, მიტინგის და აქციის გამო, ტროტუარზე დგომის გამო, ახალგაზრდების დაჭერა, თავპირის მტრევა. ეს არის აბსოლუტურად მონათესავე სულები, მონათესავე სამყარო, ერთიანი კრიმინალური ინტერესი, რომელიც მათ რამდენად შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს ეს მსჯელობის საგანია, თუმცა დღეს მახსენდებოდა მაგალითად, რომ ქართული
ოსნების არც ერთი წარმომადგენელი, მაგალითად უკრაინაში როდესაც იღუპებიან ჩვენი მოქალაქეები, არ თუ დაკრძალვაზე სამძიმარზეც კი არ მიდიან, ეს დღეს ვიცით რომ ჩამოასვენებენ სამ ქართველ მებრძოლს, რომლებიც შეეწირნენ ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას, ვიცით რომ მათთან საერთოდ არ მიდიან, რაღაცნაირად ერთი სიტყვის სათქმელად სანუ გეშოთ იმის სათქმელად რომ აი ჩვენი მთავრობა თქვენს გვერდით არის და ასე შემდეგ და ვხედავთ უკვე მათი ლიდერები სად არიან. თუმცა აქვე მინდა ჩაგეკითხოთ თქვენ ახსენეთ რამდენიმე არგუმენტი, რატომ შეიძლება ყაველაშვილი იქ გაეგზავნა, თუმცა ქართული ოცნება ამას ხსნის იმით, რომ აი ჩვენ ვთქვათ გვაქვს მულტივექტორული დიპლომატია და ეს ახსენა სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა რამდენიმე დღის წინ მაკა ბოჭორიშვილმა, როდესაც იყო ხორვატიაში. რას გულისხმობს ეს მულტივექტორული დიპლომატია? მულტივექტორული პირველ რიგში რაც თქვენ ბრძანეთ უკრაინაში დაღუპული ქართველი ბიჭების პანაშვიდს არ მიკარებიან ახლოს საერთოდ ეს ცნობილი ფაქტია და ნუ გაგიკვირდებათ რადგან ისინი ამ ბიჭებს უყურებენ იმავე პრიზმით რა პრიზმითაც კრემლი უყურებს უკრაინის თავისუფლებისათვის მებრძოლებს ქართველებს და ყველა ეროვნების ბიჭებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ეს არის პუტინის სტრუქტურული ქვედანაყოფი საქართველოში ეს არის ეძინაია რუსიას ფილიალი ამიერკავკასიაში. ამიტომ ის ბიჭები ასევე აღქმულია მათვარში მტრებად, როგორც მოსკოვისათვის. დიახ. რაც შეეხება მულტივექტორულ დიპლომატიას. რაც შეეხება მულტივექტორულ დიპლომატიას, მათ გაუგიათ ეს მრავალპოლუსიანი მსოფლიო, ეს გეოპოლიტიკური, ვთქვათ, პროცესების გადაწყობა, ის ლიდერების წარმოშობა, ძველი ლიდერების ისტორიული ასპარეზიდან წასვლა, ეს შორიდან ყურმოყრით გაუგიათ, მაგრამ აზრი არ არიან, რა არის მულტივექტორული დიპლომატია. მულტივექტორული დიპლომატია პირველ რიგში არის ის, რომ შენი სახელმწიფო ინტერესები დაიცვა უმაღლეს დონეზე და არ დაკარგო ერთგული მოკავშირეები. თანაც ეს მოკავშირეები თუ დედამიწის ბედს წყვეტენ და არიან ყველაზე ძლიერი პოლუსები პლანეტა დედამიწაზე. და ეს დამტკიცდა იგივე ირანის მაგალითზე. 24 საათში ირანის ცას არავინ აღარ იცავდა. და ირანის ცაში თავისუფლად დაფრინავდნენ ამერიკის და ისრაელის ავიაგამანადგურებლები და საერთოდ რამდენიმე საათში ირანის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცოცხალი აღარ იყო. აი ხო წარმოგიდგენია თქვენ აი ამ უმაღლესი ტექნოლოგიური განვითარების დემოკრატიული სამყაროდან რომლის ნაწილადაც ჩვენ აღვიქვავს ჯერ კიდევ დასავლეთი პირდაპირ შეგვტენა შუა საუკუნეების ირანში და შუა აზიაში ამის გარდა ეხლა მე რა თქმა უნდა რაიმე ისტორიული შოუს არ ვაღვივე მაგრამ ისტორია ჩვენი გენეტიკაშია გადასული ჩვენ საშიც თქვათ ინგლისელის ფრანგის გენეტიკაშია გადასული წარმატებები და ჩვენს გამონაკლისი არა ვართ საქართველოს ისტორია 1000 წლეულები ეს იყო ირანთან ბრძოლის და დაპირისპირების ისტორია გარდა უზარმაზარი კულტურული ურთიერთგაცვლისა როგორც არის 16 მარცვლიანი ტაეპი რუსთაველის ვეფხისტყაოსანშეს ირანული პოეზიის კანონებით არის აწყობილი გარდა ამის გარდა ომარ ხაიამისადმი ჩვენი დიდი პატივისცემის ჰაფეზის და ასადის ეს გენიალური პოეტების საფლავზე ნამყოფი მე და თავი მომიხრია იმათ საფლავზე თავი უნდა მოიხარო მაგრამ არა აი რასაც დღეს აკეთებს მოღალატე რეჟიმი რომლის თავის მოხრა იმ მიცვალებულთან ჩვენ დაგვიჯდება ძალიან დიდი ისტორიული პრობლემა და ძალიან სერიოზული ენერგიის გაშოვა დაგვიჯდება რომ გამოასწოროთ ეს ყველაფერი ამიტომ ეს ჩვენი ისტორია არის ეხლა აი დღეს რას ფიქრობენ მე მაინტერესებს დედოფალი ქეთევანი რომელსაც მკერდი მოაგლიჯეს ისპაჰანში იმის გამო რომ არ შეცვალა რწმენა და არ გადავიდა სხვა რელიგიაზე და რომლის დასჯამაც და რომლის დაფლეთმაც მთელი მაშინდელი ცივილიზებული სამყარო ფეხზე დააყენა და ამასთანავ იქ ნახე TikTok-ზე ჩანაწერი პორტუგალიაში სპეციალური ეკლესია ააშენეს მაშინვე ბერებმა ვინც ესწრებოდა ამ საშინელ წამებას და სპეციალურ ეკლესიაში მთელი კედელია დათმობილი ქეთევან დედოფლის წამებაზე რა პასუხს სცემენ პატას მოჭრილ თავს რომელიც აგერ განიცვენებს ნოსტეში ეხლაც ტაძარში რომელსაც თავი მოჰკვეთა იმ არსახსენებელმა შახაბასმა რა შეუბნებიან იმ 200,000 სამბობენ მაგრამ 400,000 იყო ჩემი მონაცემებით კახეთიდან საქართველოსდან ირანში ძალით გადასახლებულ ჩვენს წინაპრებს რომლებიც დაიხოცნენ საქართველოს ნატრვით და საქართველოზე სრემლების ღრაში აღმოხდა ცული
ხო? რას ეუბნებიან მაგათ? არას ეუბნებიან 300 არაგველს, რომლებიც ასევე შეეწირენ იმ ავადმყოფ იმას რა ქვია, კასტრირებულ აღამახმად ხანთან ბრძოლას. რას ეუბნებიან აი ამათ ყველას? როდესაც არაფერია შეცვლილა იმ ქვეყნის ბუნებაში, ხალხო. ეხლა უბრალოდ არ აქვს ირანს საშუალება პირდაპირ თქვა, რომ იგივე ექსპანსია განახორციელოს, თორე ერთი წამი არ დაფიქრდებოდა. მე ნამყოფია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში 93 წელს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში, სადაც გამოკრულია ირანის ისტორიული ირანის რუკა და იქ აღმოსავლეთ საქართველო შეყვანილია როგორც ირანის ვილაიეთი. ხოლო ის ჩვენი მეფეები, ჩვენ რომ მეფეები გგონია, იყვნენ სწორედ ვალები ირანის შახის მიერ დამტკიცებული გუბერნატორებად აღმოსავლეთ საქართველოს. და სწორედ ირანის გამო მოხვდით ჩვენ რუსეთის მფლობელობაში და დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა. და სწორედ ირანის ფაქტორის გამო ერეკლე მეორე იძულებული გახდა ხელი მოეწერა გეორგავსკის ტრაქტატისათვის. ჩვენ ხო ისტორიიდან მოვდივართ. ჩვენ ხო ისტორია უნდა შევქმნათ მომავლისათვის. საკუთარ ისტორიას ვღალატავთ. დავანებოთ თავი დღევანდელობას და ხვალინდელობას, ჯერ რატომ დავანებოთ თავი? მაგრამ პირდაპირ ჩვენს დაღუპულ, შეწირულ აი ამ სამყაროსთან წინაპრებს ვაყენებთ შეურაცხყოფას და ისტორიის წიგნს ვწავთ კოცონზე. ჩვენ არ ვწავთ ეს რეჟიმი და მალე ეს რეჟიმი დაიწובה თვითონ ქართველი ხალხის რიცხვის კოცონზე პოლიტიკურად. აი, როდესაც ლაპარაკობს ქართული ოცნება პრაგმატიზმზე, რომ თითქოს ისინი არიან რაღაცნაირად ისეთი ძალა, რომლებიც რაღაცნაირად ინარჩუნებენ საქართველოში მშვიდობას და ასე შემდეგ. აი, ეს პროპაგანდა რამდენად მუშაობს თქვენი აზრით, მაინც ამომრჩეველზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მაგალითად ხედავთ ანექსიის პროცესს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში და იქ მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება მოვისმინეთ, თუმცა დუმილი არის ქართული ოცნების მხრიდან და ჩვენ ვნახეთ ბოდიში, მათ შორის გორიდან ივანიშვილის ამ ფონზე. ახლა ისევ ისტორიას რომ მოვუტრიალდეთ, მაშინ დამნაშავედ უნდა გამოაცხადოთ ჩვენ გიორგი სააკაძე, რომელიც დაესხა თავს მარტყოფში სპარსთა ლაშქარს და ამოჟლიდა, იმიტომ რომ კახეთის გადაშენებას აპირებდნენ და თურქმენული ტომების ჩამოსახლებას ეს რო არ ეკნა გიორგი სააკაძეს. ხოლო დიდი დავით აღმაშენებელი რო არ დახვედროდა თურქებს დიდგორში, საქართველოს არ იქნებოდა და გარდა ამისა ბიზანტია 200 წლით ადრე დაეცემოდა. ჩაუთვალოთ დანაშაულად აღმაშენებელსაც დიდგორი, სააკაძესაც ჩაუთვალოთ დანაშაულად მარტყოფი, თამარსაც ბასტიანი და ნუ მოკლედ ვიქნებით ყველაფრის გამცემის სრულიად ჰუმანური მშვიდობიანი სახელმწიფოს არსებობა მოიცავს თავდაცვას და ზოგჯერ ომებს. მაგრამ როდესაც ნებაყოფილობით ერთი პროტესტის გარეშე გასროლაზე არ ვსაუბრობ. გაეროში ერთი განცხადების გარეშე, გაეროს უშიშროების საბჭოს რიგარეშე სხდომის მოწვევის გარეშე, დრონებით მუქარა ვნახეთ ჩვენ გაეროს სასამართლოს გარეშე, საქართველოს აბარებ ოკუპანტს საბოლოოდ აბარებდა ცხინვალის შეერთება ეხლა უკვე რეალურად დგას სტარტზე, უნდათ რომ გაერთიანონ ჯერ ალანიასთან, ჩრდილოეთ ოსეთთან და მე ერთიანად რუსეთის ფედერაციაში შეიყვანონ. ამისათვის ყველა დოკუმენტი მომზადებული გახლავთ და პატარა კრონკის დაჭერაა საჭირო და ეხლა ელოდებიან უკრაინაში თუ კიდე უფრო ცუდად წაუვათ საქმეები, მოსალოდნელი ბუნტის თავიდან ასაცილებლად შეერთონ შიდა ქართლი, გული საქართველოსი, სადაც წარმოიშვა ქართული სალიტერატურო ენა, სადაც დაირწა აკვანი ქართული სახელმწიფოებრიობისა, სადაც აღმაშენებელს ნადარბაზარში ჰქონდა სამხედრო ბაზა, იქიდან აიღო თბილისიც და იქიდან გაემარჯვა დიდგორშიც, სადაც დაიბადა იაკობ გოგებაშვილი. აი ეს მიწა მიაქვს რუსებს და ერთი პროტესტი, ერთი ამოკნაულება, ერთი საჭივარი, ერთი განცხადება, ერთი ჩასვლა ოზიში, მე წავყვები თუ ასაშინიათ. ერთი ჩასვლა ოზიში, ახურვალეში და თუმცა კამერების გარეშე. როგორ? კობახიძე მთქვა რომ იქ იმყოფებოდა უბრალოდ კამერების გარეშე. კობახიძე საჩრდილის ეშინია, რა თქმა უნდა, იქ კობახიძე არ ჩასულა, ვერ ჩავიდოდა, რადგან თავიანთ ბრძანებელს ამ შემთხვევაში პუტინს ვერ გაუბედავენ ამგვარ დემარშებს. ამიტომ რა თქმა უნდა, ეხლა ის ისევე იყო კობახიძე დაპირისპირების ზოლზე ჩასული, როგორც მე ჩამოვედი წუხელ მარსიდან. რა თქმა უნდა, ეს არავინ არ დაიჯერა. ამიტომ მრავალპოლარული დიპლომატია პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ შენი სახელმწიფო გააძლიერო. რომ არ დაკარგო აბრეშუმის გზა, რომელიც დაგვაკარგიეს და გადაიტანეს აგერ ზანგეზურზე, იმედი არ გადავა, მაგრამ ამის საფრთხე უკვე მოიხაზა და ხან დასავლეთმა ნახა, რომ აქ პატარა პუტინია, იგივე
თქვენს რომ ეს საშიში სივრცეა და ამიტომ ალტერნატიულ გზას გავჭრით და გაჭრიან უკვე ზამგეზურზე ხო? ამას არ ქვია მრავალპოლუსიანი, მრავალვექტორული დიპლომატია, ამას ღალატი ქვია სამშობლოს. როდესაც ხალხს გააძევებ ქვეყნიდან და არაბებს ჩამოასახლებ და ახლა იწყება კიდე ჩვენს მიერ გაჩერებული არაბული დასახლებების პროცესი და ხვალ აქცია გვაქვს და ყურადღებით იყავით პირდაპირ ჩართვა იქნება, როდესაც სიკვდილიანობა უკვე მრავალი წელია აჭარბებს შობადობას, როდესაც ყალბ სტატისტიკას აკეთებდა თურმე ლამის მიგვიღწევია თამარ მეფის დროინდელი საქართველოს რაოდენობისთვის საიდან მოიტანეს, საიდან ეთყო მთელი აზია აფრიკა ჩაწერეს, ვინც აქ შემოუშვეს და გზა გაუხსნეს და სავიზო რეჟიმი გაუმარტივეს. აი ამას უკვე ქვია ღალატი, როდესაც შენს მოკავშირეებს ვინც გაეროში ხმას გაძლევს რომ დევნილები დაბრუნდნენ აფხაზეთში, დაბრუნდნენ ცხინვალში რეზოლუციაზე ყოველ წელს და ისინი ვინც ამის წინააღმდეგი გამოდიან ირანი, რუსეთი, ჩინეთი და შუა აზიის ქვეყნები იმათთან ხარ, იმათთან ხალხს იშველებენ ამ არგუმენტს რომ ისრაელმაც არ დაუჭირა მხარი. ისრაელს სხვა პრობლემა აქვს. ისრაელი სხვა რამებში გვიჭერს მხარს. ისრაელს აქვს პრობლემა იქ პალესტინელი დევნილების და იქ რაღაცა PR ასე თქვა პრობლემებს ერიდება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ებრაელი ხალხი და ისრაელის ხელისუფლება მხარს გვიჭერს, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო რაღაცა გარკვეული გაურკვევლობები არ უნდა უჭერბდეს ირანის ისა მაბადეთ ისრაელის ელიტა ებრაელი ოლიგარქები მათ შორის ქართული წარმოშობის თუ რუსული მნიშვნელობა არ აქვს არ უნდა უჭერდეს მხარს ივანიშვილის იმ რეჟიმს რომელიც ისრაელის მტრების სამგლოვერო ცერემონიალებსა და ცხედრებთან დგას და ცხარეცრემლებს ზღურის ეს გაუგებარია ეს გაურკვეველია ეს არა მარტო საქართველოს წინამდე გადადგმული ნაბიჯია არამედ პირველ რიგში ისრაელის წინამდე მიმართული აქტია და ეხლა ვიგებ რამდენიმე დღის უკან ვიგებთ ჯერ ის ტრამპ ტაუერის პროცესი გააჩალიჩეს უხეშად რო ვთქვათ ტრამპის ოჯახზე გავიდნენ და მოიდომეს ამის საშუალებით ივანიშვილისგან ასე ვთქვათ სასანქციო პრობლემის ნიველირება და ტრამპ ტაუერის აშენება იპოდრომზე თურმე გადაარჩენდა ქართულ დემოკრატიას ამის გამო შევყარეთ ჩვენ მთელი კონგრესი და სენატი და ეს პროცესი გაჩერდა და ნუ მოკლედ აი ამაზე მინდა კითხოთ რა ხდება მიადაგით ამ თემას ვიტყვი რომ ეს არ არის სწორი რაც ტრამპის ოჯახმა მისმა შვილებმა გააკეთეს კრიმინალებთან ამერიკის მიერ დასანქცირებულ ოლიგარქთან ამერიკის მიერ მიუღებლად გამოცხადებული პერსონის მიწაზე იპოდრომზე რომელიც მიწაც მან მიიტაცა ქართული ხალხისგან სხვათა შორის იქ აშენდეს ტრამპ ტაუერი და რაღაცა ბიზნეს ინტერესები წავიდეს ეს ის შემთხვევა როდესაც უღირსი შვილები არ წვენენ დიდ მამას და დიდ წინაპარს. ხო, ეს პროცესი ჩავაგდეთ. ეხლა მეორე ვარიანტი გააკვარახჭინა, უცბად მოაკვარახჭინა, რომ ქართველი ჯარისკაცები გაუშვეს ღაზა სექტორში, მშვიდობის ყოფილებად, სადაც ტერორიზმის ცეცხლია დანტებული და 26 საუკუნეა ებრძვიან ერთმანეთს ჰელიოსტების ტომი, ეგრე ერქვათ ადრე პალესტინელებს და ებრაელები. და 26 საუკუნე კიდე გაგრძელდება სამწუხაროდ ეს დაპირისპირება და იქ თურმე მშვიდობის ყოფილებად უნდა გაუშვეს ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები და ამ დროს ცხინვალ უნდა ჩააბაროს რუსებს ამასობაში. იქიდან გამოიყვანა 12 წლის უკან ჯარი, სპეცრაზმი შემოაღობინა გაუხსნა გზა რუსებს, შემოაღობინა ყველაფერი და ეხლა იქ აგზავნის თავისი ჭკუით და ამასთან ჩაუშლით. დიახ. მშვიდობის ყოფილება და რატო? რომ ებრაული ლობის მხარდაჭერა ასე თქვათ აიღოს გარანტია ებრაული ლობისგან რომ სანქციებისგან გადაარჩენენ ამერიკაში და ევროპაში. მე მინდა აქ მივმართო რა ჩვენს მოძმე ებრაელ ხალხს რომელთანაც 26 საუკუნოვანი ძმობა მეგობრობა გვაკავშირებს და ვერ ვარჩევთ ერთმანეთისგან ამის იმ დონეზე ახლოს ვართ. მეგობრებო, თქვენ თვითონ მიიღეთ ზომები, რომ აი ესეთი ნაზირლები არ იყენებდნენ ძლიერი ებრაული პოლიტიკური და ფინანსური გავლენების პროცესებს მსოფლიოში. ებრაელი და ქართველი ხალხის მტრები. მე ამაზე წერილის გავაგზავნე უკვე იცხაკ ჰერცოგთან, ეს ისრაელის პრეზიდენტი გახლავთ, რომელიც ადრე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იყო აოდას და ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს და ურთიერთობა ქონია. ნეთანიაჰუს გავაგზავნე წერილი, კნესეთის ყველა წევრს მივმართე და ასევე ებრაელთა კონგრესის ფილიალებს ევროპაში, ამერიკაში და სხვათა შორის რუსეთშიც. სირცხვილია, რასაც აბრამოვიჩი, ხადარკოვსკი და დერიპასკა აკეთებენ ქართულ ებრაული ძმობის წინააღმდეგ ივანიშვილის მხარდაჭერით. სირცხვილია, რასაც აკეთებს
ებრაელი ჰაიდამაკი, ებრაელი როჩილდები, საფრანგეთში მთავარი ლობისტები როჩილდებია და სამაგრო დაფინანსებს ეს როჩილდები ჩვენი ბიუჯეტიდან 10 მილიონი გადადის და საიდუმლო გრიპი დაუდია, რომ ვერ გავიგოთ რატომ ისე ხთამი. გასაგებია, რაც უნდა მაგას საიდუმლო გრიპი შუამდგომლობა რომ გაუწიონ მაკრონთან რომ არ დაასანქციროს საფრანგეთმა და საპატიო ლეგიონერის წოდება მიანიჭონ და მიანიჭებინა კიდეც. აი მესაც ვიყენებ. ასევე ჯარედ კუშნერზე ვერ მოდის კარგი ხმები და არ შემიძლია მეც დავმალო პრეზიდენტ ტრამპის სიძეზე, თვითონ ამ კუშნერების იმიჯი ვერ არის მაინც და მაინც მაღალი, ებრაელი ბელორუსი ებრაელები არიან და ძალიან მძიმე საოჯახო ისტორია აქვთ მამამისმა თავის დას პორნო გადაღებების ის მოუწყო მთელი კასკადი რომ მე ქონება წაერთო და ქონებრივი დავო და მთელი ამბები იყო. ამიტომ ეხლა მე პირდაპირ გეტყვით რომ 2 წელია და შემოხრუჭდა ამერიკიდან ივანიშვილის დასანქცირების პროცესი რაც პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში და გასაგებია რომ ეხლა იქ ვიღაცა რაღაცა ოჯახია თუ გარემოცვა რაღაცებს ჩალიჩობენ იქ პუტინი იქ მოსკოვი იქ ყველაფერი მაგრამ პერსონალური პასუხისმგებლობა ბატონ ტრამპზია და მე სრულებით არ მინდა რომ დემოკრატებმა რომლებიც შეიძლება გაიმარჯვონ შემოდგომაზე კონგრესის არჩევნებში ჩვენი მეგობარი, დიდი მეგობარი ტრამპის წინააღმდეგ დაიწყონ იმპიჩმენტის პროცედურა, სადაც ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იქნება გავლენების ბოროტად გამოყენება და საქართველოს პროპუტინისტური დიქტატურის გადარჩენაში წვლილი შეტანა. ეს მე ძალიან არ მინდა, არ გამიხარდება თქვენთან ერთად და იგივე ვთქვათ ამერიკის საელჩოში მიღება იყო აგერ ეს რა ქვია ამ დღეებში სადაც ეს სიტყვით გამოვიდა ყობახიძე მას შორის რომელმაც თქვა რომ სათამაშო ივანიშვილის ახალი ფურცლიდან სუფთა ფურცლიდან სიმზადარიან ამ ურთიერთობების ახსნა დაიწყოს ბინზურმა როგორ შეიძლება სუფთა ფურცლიდან რამე დაიწყოს რაზისულელია და მე დავტოვე დემონსტრაციულად როგორც კი ის აღემართა ტრიბუნაზე და წამოვედი ესეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდნენ ამერიკელი მეგობრები სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც იყვნენ რომლებმაც დატოვეს თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ დისკუსია განახდა სოციალურ ქსელში ვინუსმენ და იქ ყობახიძეს ვინ დარჩა იქ მოსასმენად. არ ვიცი, ახლა მე ამაზე ვერ გეტყვი, მე რო დავტოვე, მაშინვე პირდაპირ ეთერში წავედი იქიდან და ეს გამოაცხადე მთელი საქართველოს და სოფლიოს გასაგონად, რომ შეუძლებელია უსმენდე იმ არსებას, რომელიც არის ჩვენი მტრის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრი ქვია, რომელმაც დაამთავრა საქართველოს ისტორია, მოწყვიტა ბუნებრივი განვითარების კალაპოტს, ამოაგდო გეოპოლიტიკური წონასწორობიდან, გაამრუდა ჩვენი შვილების მომავალი, გაამართლა და დაასაბუთა ყველა უკეთურობა, რაც მისმა დამნაშავე და უფროსმა ჩაიდინა. ეხლა რა თქმა უნდა, ასეთ დამნაშავის გამოსვლაზე მე პირადად არ ვიქნებოდი და ვერ ვიქნებოდი. დანარჩენებზე არ ვიცი, რაფერს მოგახსენებთ. ამიტომ რატომ დავიწყე ეს თემა მინდოდა ყურადღება მიმექცია ჩვენი ამერიკელი მეგობრებისათვის რომ ეხლა როცა შედარებით პატარა ქვეყანა უშვებს შეცდომას პატარა მავნე შედეგები აქვს ამას როცა დიდი მსოფლიო სუპერ სახელმწიფო უშვებს შეცდომებს გეოპოლიტიკაში თავის მოკავშირეებთან მიმართებაში კონკრეტული რეჟიმის შეფასებებში მას მძიმე შედეგები მოძდევს და არ შეიძლება რომ აი ამ რეჟიმის წარმომადგენლებს რომლებიც 24 საათი არიან ამერიკის გინებაში რომლებიც დღედაღამე ამერიკის დასავლეთის მტრებთან არიან ჭირში და ხინში რომლებაც გახსნეს თბილისში ანტიამერიკანიზმის მსოფლიოში არნახული ცენტრი და მე არაფერი არ მომისმენი არც პეკინიდან არც მოსკოვიდან არც თეირანიდანაც კი ისეთი ლანძღვაგინება რაც ისმის აი ამათი ბაგეებიდან იქ სენატორების მიმართ ათახსირებულებიდან ნუ რა სიტყვები მაპატიეთ ხო ასეთი რამ კომუნისტობის პერიოდი გავიარემე და ეგ არ იყო 30-იან წლებშიც კი როდესაც ბოლშევიზმი ძვინვარებდა და დიქტატურა იყო ამერიკის მიმართ გახდა საოცარი დამოკიდებულება და ამერიკული კონცესიები ამერიკული კომპანიები აწყობდნენ ტრაქტორებს საბჭოთა კავშირში ტანკებს და მთელი მძიმე მრეწველობა, მათ შორის კვების მრეწველობაც კი, აი ჩვენ რო გვახსოვს კარგი სოსისი, მაგარი ნაყინი, ეს ყველაფერი მიქოიანმა მაშინდელმა სტალინის ვაჭრობის მინისტრმა ამერიკული კომპანიების დახმარების შექმნა და ჩამოიტანა. ანუ ასეთი ანტიამერიკული ისტერიკა, რასაც ენაკეთებენ, მე არ მახსოვს არსა და როგორ შეიძლება ამის შემდეგ 2 წელი გავიდეს და სანქციები, რომელიც დაადო წინა ადმინისტრაციამ, აი მარაზმს და გველეშაპს არ გაღრმავებულიყო, არ მოხდარიყო მეგობარი აქტის მიღება ის მეგობარი აქტი ტრამპის გარეშე არ ჩავარდნილა. ეხლა არ ვარ მე ბავშვი და ამერიკის პოლიტიკის ზედადინებებიც ვიცი და ქვედადინებებიც ვიცი, ძალიან შესანიშნავია და ყველაფერს არ ვამბობ კიდევ.
ტრამპის გარეშე არ ჩავარდნილა კიდე დღის წესრიგშია და კიდე ორი კანონი დაემატა ამათი ასე ვთქვათ ბოლოს მომღები, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს 2 წელი 2 საუკუნე არის საქართველოს მომავლისათვის და არაფრით არ შეიძლებოდა დაგვიანება, სანქციების არ დადება, არაფრით არ შეიძლებოდა სანქცია უნდა გაცემული იყოს ივანიშვილის დაპატიმრებაზე, რომელიმე ამერიკული სასამართლოს მიერ აქამდე. როგორც ეს გააკეთეს ნორიეგას მიმართ, პანამის დიქტატორის მიმართ, რომელიც დააკავეს თავის სასახლეში და გადაიყვანეს სასამართლოში და როგორც ეს გააკეთეს ვენესუელას დიქტატურის მიმართ, რომელიც ახლა ბრუკლინის ციხეშია. ხო, დაიძინა კაცმა ცოლთან ერთად და მე ის სულ აღმოჩნდა ბრუკლინში მეორე დილით. უვიზო და უფასოდ, ხო? აი ეს რატო არ იყოს გაკეთებული ივანიშვილის მიმართ? ნორიეგაზე მეტი არ ჩაიდინა და არა, ნუ ამერიკას რეგიონში, როცა გახდა მოსკოვის, პეკინის, თეირანის მოკავშირე და დღესაც ამის ფაქტია. თეირანში სამგლოვერო ცერემონიალზე სანქცია არ უნდა იყოს გაცემული. ვერ გავიგე ახლა რახან ტრამპ თავორის აშენება შესთავაზა აქა და რაღაცა 15 მილიონი დოლარი არაფერი ტრამპისთვის არ არის. იმ დღეს დაუთვალეს და რაც პრეზიდენტი გახდა 2 მილიარდით გაიზარდა მისი ქონება და ამაზე არის დიდი სკანდალი აწეული ამერიკაში რომ საიდან და როგორ. ეს თვითონ გაარკვევენ საიდან და როგორ, მაგრამ ვიმეორებ ტრამპის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ კონგრესში და სენატში მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია ტრამპის საოცრად გვიჭერს მხარს და იგივე ჩვენი მეგობრები ვილსონი, კრუზი და რუბიოზე აღარ არის საუბარი, რესპუბლიკელები არიან და ისინი არიან მთავარი მხარდამჭერები და მოკავშირეები, მაგრამ ვიმეორებ აი ამ პროცესებს, ანუ არ მინდა ახლა ტრამპს უწოდო ოლიგარქი, მაგრამ ვთვლი რომ ამერიკელი ოფიციალური შეცდა როცა მაინც მილიარდერი აირჩია ქვეყნის სათავეში და ამ შეცდომებს ისინი ინანებენ თუ უკვე არ ნანობენ არ შეიძლება მდიდარი კაცის მეშვეობა ხელისუფლებაში არ შეიძლება ეს იგივე რომ ვეფხვი შეუშვა საბავშვო ბაღში მიუხედავად იმისა ვეფს აკიდია დემოკრატიის ისა რა ქვია იარლიყი თუ კრემლის ემბლემა არ შეიძლება სიმდიდრეს ბოროტება გარკვეული ზღვარის შემდეგ და ამიტომ კაცობრიობამ თავის დროზე გაყო ბიზნესი და სიმდიდრე პოლიტიკისგან და მოვიდა დღემდე დაიწყო კოსმოსის ათვისება და თუ ჩვენ გვინდა რომ კოსმოსიდან ისევ ტყეში დავაბრუნდეთ მაშინ ოლიგარქები უნდა მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში და მათ სოლიდარობა აქვთ ერთმანეთის მიმართ როგორც ხედავთ სამწუხაროდ და საუბედუროდ მაგრამ ვიმეორებ ქართული ხალხის ბრძოლა ამერიკელი მეგობრების დახმარება თანადგომა ევროპული სოლიდარობა, რომელიც ყოველ დღეს ჩანს და ვისმე და ვხედავთ, თავისას იზავს ამ რეჟიმისგან არაფერი არ დარჩება, მაგრამ მე დღეს რაც პროცესში ბატონ შალო მნიშვნელოვანია, რას აკეთებს ოპოზიცია, ოპოზიციურ ველზე რა ხდება, რამდენად პასუხობს იგივე იმ გამოწვევებს, რაც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა თითქმის 9 საათზე მეტია, ხო? სად ჩანან ახლა თქვენი თანამოაზრეები, კოლეგები ოპოზიციური პარტიიდან, რა უნდა იყოს თქვენი აზრით დღის წესრიგის მთავარი თემა ახლა რაღაცნაირად რომ ისმოდეს მათი ხმა საჯაროდ საზოგადოების. ეხლა პირდაპირ ვთქვათ, დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა მინიმუმ რა არის? რომ არ გააფუჭოს დაწყებული საქმე. არ გაურიგდეს ივანიშვილის რეჟიმს. არ აიღოს ისე 40 მილიონი თუ 30 მილიონი, რო ვერ დაუთვლია თუ 50 მილიონი. და მე ისევ არ გამოვიდეს გაბანძებული და გაბახებული და არ მოხდეს ციხეში. იმის გამო რომ ის მე დაუთვლის კალკულატორზე რომ აი ამდენი ფული რო გავომართვით და მე რატო არ შეგვედით პარლამენტში და მე დაიჭერს. აიმიტომ დაიჭერა. აი ეს არის ოპოზიციის მთავარი ამოცანა რომ ღალატი ამოიგდოს თავისი სულიდან, ხალხის ღალატი. ეს პირველი. მეორე თავარი დროშა ივანიშვილის დასანქცირების გზით თავიდან მოცილების, ნუ ლეიბორისტებს გვიბყრია ხელი და ამაზე მსოფლიოში არავინ აღარ დაობს. ჩვენ ამ დროშას ავიტანთ გამარჯვების იმ სიმაღლეზე, საიდანაც საქართველოს განათდება აუცილებლად. სამწუხარო რომ დრო იწელება ბევრი ფაქტორისა და პრობლემის გამო, ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ ებრაულ ლობს თავი დაანებონ ებრაელი და ქართველი ხალხის მტრის დაცვას. და მის ლობირებას და ასევე მოუწოდებ პერსონალურად პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც ხვალ აპირებს გამოსვლას ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის თავის იუბილეზე,
ძალიან დიდ სიცხეში ენერგიას უსურვებ, სიცოცხლე ჯანმრთელობას და მოუწოდებ პრეზიდენტ ტრამპს ყურადღება მოგაქციოს და თავის გამოსვლებში ერთხელ მაინც ახსენოს საქართველოს და დაგმოს დიქტატურა, რომელიც აქ არის გამეფებული და ყოველდღე ლანძღავს იმ აიათოლებს და რა ვიცი, ვიღაც არ შეეხება და ვიღაც არ ახსენებს და ყოველდღე ურტყავს იმ დანიის მთავრობას, რომ გრენლანდიას არ აძლევენ და ჩვენ რა დავაშავეთ. მით უმეტეს ის ჩამოსული იყო აქ პრეზიდენტ სააკაშვილის პერიოდში, აშენებდა იმ ტრამპ ტაუერს თუ რაღაც ჩემი ცოდვით სავსე კორპუსს. მაშინ ივანიშვილმა ჩაუგდო და დააბრალა კორუფცია და კიდე 1000 უმსგავსოება. ამაზე მაინც ხვალ ტრამპს ისა აქვს ძალიან რაღაცა კავკასიური შურვიზების გზნობა და არაფერს არ პატიობს. იგივე ირანს რაც გაუკეთა, აი 70-იანი წლების ბოლოს როცა მოხდა ისლამური რევოლუცია ირანში და ამერიკის საელჩოს თანამშრომლები აიყვანეს მძევლად 6 თვე დაპატიმრებული ყავდათ გამოკეტილი, აი ეხლა გაუსწორო ანგარიში ტრამპმა იმის გამო. ამას არც მალავდა, ის მაშინვე გამოვიდა 80-იან წლებში და თქვა, რომ სირცხვილია ასე რომ უყურებთ ამერიკის უპატრიოტიზმობასო, ხო? ამიტომ ბოლოს და ბოლოს დავანებოთ ყველაფერს თავი და ტრამპ ტაუერი ჩაგიშალა ძვირფასო ამერიკის პრეზიდენტო 14 წლის უკან ბათუმში რომ და აღეშენებია და რადგან ამის მოგდებული ეხლა იპოდრომი, რომელიც ასევე მიიტაცა ქართული ხალხისგან. რამენაირად მოგვაცილეს მარაზმი და თქვენი სახელობის ქალაქს ავაშენებთ აბრეშუმის გზაზე. მეტი რა შევპირდე. გასაგებია, მადლობა. იქ ააშენე ტრამპ ტაუერიც.